მოგესალმებით. წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ რუბრიკას საუბრები ბიზნესსა და ევროკავშირზე, რომელიც შვედეთის მხარდაჭერით მზადდება. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე, როლზე, რომელსაც ბიზნესი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ასრულებს და რატომ არის მნიშვნელოვანი კლიმატგონივრული გადაწყვეტილებები მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. კლიმატის ცვლილება ცვლის ყველაფერს, როგორ ცხოვრობთ, როგორ მუშაობთ და როგორ გეგმავთ მომავალს. ის გავლენას ახდენს ჩვენს გარემოზე, ჯანმრთელობაზე, ინფრასტრუქტურაზე, ეკონომიკაზე და საბოლოოდ ყველა ჩვენგანს ეხება. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი კომპანია იწყებს საკუთარი ზემოქმედების შეფასებას, ემისიების დათვლასა და შემცირებას, სუფთა ენერგიის წყაროებზე გადასვლას, მწვანე პროდუქტების შექმნას და ინოვაციებში ინვესტირებას. გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიების მაგალითზე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეუძლია კერძო სექტორს რეალურად შეუწყოს ხელი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, რა როლი აქვს ამ პროცესში ინოვაციებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და როგორ იცვლება კლიმატგონივრული გადაწყვეტილებების მიმართ მომხმარებლის დამოკიდებულება. ამ საკითხებზე ჩვენთან ერთად ისაუბრებენ ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი და თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და მოდით დავიწყოთ უკვე საუბარი. თათია, თქვენთან გადმოვალ პირველი შეკითხვით. თეგეტა ჰოლდინგი არის ერთ-ერთი პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც სერიოზულად დაიწყო მსჯელობა და ნაბიჯების გადადგმა ბიზნესის გავლენის შესახებ გარემოზე. აი მოგვიყევით, რას აკეთებს თეგეტა ჰოლდინგი ამ მიმართულებით, როგორ აფასებთ თქვენს გარემოზე ზემოქმედებას, ემისიების დათვლაზეც რო ვისაუბროთ, ითვლით მხოლოდ თქვენი კომპანიის ემისიებს თუ მიწოდების ჯაჭვში წარმოშობილ ემისიებსაც და რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგით იმისთვის, რომ უფრო კლიმატ მეგობრული კომპანია გახდეს თეგეტა ჰოლდინგი. მოგესალმებით, მადლობა თამუნა ამ შესაძლებლობისთვის. დიახ, ჩვენ ზუსტად 4 წლის წინ ჩვენი CSR სტრატეგია შევქმენით, რომელიც არის საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული და რა თქმა უნდა, აქ არის გათვალისწინებული ის ნაბიჯები, რომელსაც 2030 წლამდე თეგეტა ჰოლდინგი გადადგავს CSR მიმართულებით და ასევე იმისათვის, რომ მეტად მდგრადი კომპანია გავხდეთ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის არის გარემოს დაცვა, ემისიების კონტროლი და ჩვენი CSR სტრატეგია სრულად არის დაფუძნებული იმ გავლენებზე, რა გავლენებსაც ჩვენი ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე გარემოს ვაყენებთ. სწორედ ამისათვის ესე ვთქვათ, ჩარჩო დოკუმენტი გვაქვს, რომელიც გვაძლევს გზას თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენ უკეთესი მომავალი შევქმნათ და რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა პროექტი მორგებული იყოს იმისაკენ, რომ გარემოს დაცვა, ის საკითხები, რაც პრიორიტეტულია, მეტად ესე ვთქვათ, ჩვენი მხრიდან გადაიდგა ამ მიმართულებით ნაბიჯები. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ჩვენი MGV ორგანიზაცია, თეგეტა Green Planet-ი, რომელიც არის სრულად ორიენტირებული იმაზე, რომ ის ნარჩენები, რომელსაც თეგეტას საქმიანობიდან გამომდინარე რჩება, არ მოხდეს გარემოში, არ დააზიანოს გარემო, გულისხმობ საბურავებს, ზეთებს და აკუმულატორებს, რა თქმა უნდა, მეორაც. და ეს არ არის მხოლოდ რაღაც ერთჯერადი აქტივობები, რადგან ჩვენ ბიზნეს საქმიანობის პროცესში დავნერგეთ, ესე ვთქვათ, ეს პროცესი და მუდმივ რეჟიმში ის მეორადი ნარჩენები, რაც რჩება, თეგეტა Green Planet-ის მეშვეობით მიდის გადამამუშავებელ პუნქტებში, რომ მათ მეორე სიცოცხლე მიეცეთ და ასევე აქ არის მნიშვნელოვანი ისიც, რომ არაერთი აქტივობა გვაქვს ხოლმე, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვისაც. მაგალითად, მთელი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც თეგეტა არის წარმოდგენილი, ჩვენ მქონდა კამპანია არ გადაყარო ჩააბარე, რაც გულისხმობდა, რომ სტიმული მიგვეცა ადამიანებისთვის, რომ ეს საბურავები მაგალითად არ ეწყოს მათ ეზოებში, აკუმულატორები არ იყოს სხვადასხვა გარემოში და ზეთი არ დაიღვაროს გარემოში და შემდეგ ამის გადამუშავებას ვახდენდით. თქვენ ახსენეთ მიწოდების ჯაჭვიც და რაღაც მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესიც დაწყებული გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ თუმცა გასამართია, მაგრამ ვცდილობთ, რომ აი ეს მთლიანი პროცესი, ვთქვათ, ჩვენი პასუხისმგებლობა იყოს, როგორ წარიმართება სრულად ეს პროცესი. რაც შეეხება უკვე ემისიების დათვლას, ვთქვათ, იმის კონტროლს თუ რა რესურსებს ხარჯავს თეგეტა თავისი საქმიანობით, ამ მიმართულებითაც არაერთი ნაბიჯია გადადგმული, მაგალითად იცით, რომ ჩვენი ყველა ახალი შენობა უკვე სრულად არის მზის პანელებით, ესე ვთქვათ, აღჭურვილი და
რა თქმა უნდა ვითვლით იმ რესურსებს, რომელსაც ხარჯავთ და სხვათა შორის ჩვენს ანგარიში, რომელსაც უკვე 2 წელია ვაქვეყნებთ, ეს ციფრები არის ხოლმე შთამბეჭდავი ჩაბარების ნაწილშიც და თქვათ გარკვეული დანაზოგების ნაწილშიც იმ ბუნებრივი რესურსების, რასაც ჩვენ მოვიხმართ და სწორედ ეს ჩვენი სტრატეგია და ასევე ანგარიში, რომელსაც ვახსენე 2 წელია ვაკეთებთ, გვეხმარება იმაში, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა ნაწილში გვაქვს მეტი გასაკეთებელი და კი შევაფასოთ ეს აუცილებლად. ძალიან კარგი. მოდით მოვისმინოთ საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლის პერსპექტივა. ანა, საქართველოს ბანკი აქტიურად აფინანსებს მწვანე პროექტებს, ინიციატივებს და ეს მიმართულება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რადგან ეროვნული ბანკის რეგულაციებიც არსებობს, რომელიც წავალდებულებს საფინანსო ინსტიტუტებს, რომ გარემოზე და კლიმატთან დაკავშირებული რისკები გაითვალისწინონ. აი, საქართველოს ბანკისთვის რა არის მდგრადი ინვესტიცია და როგორ ეხმარებით ქართულ კომპანიებს, რომ მათ საქმიანობა უფრო მწვანე და კლიმატგონივრული გახდეს? მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის მივესალმები მაყურებელს. ნამდვილად ჩვენ მრავალი წელია უკვე ვმუშაობთ გარემოსდაცვითი სოციალური და მმართველობითი რისკების შეფასებაზე, ეგრეთ წოდებული ESG რისკების შეფასებაზე ჩვენს ბიზნეს კლიენტებთან, როგორც SME, ისე კორპორატიული მიმართულებით და აბსოლუტურად სწორად აღნიშნეთ, რომ ეროვნული ბანკი უკვე არეგულირებს ამ საკითხს. მართალია ჩვენ წლების წინ დავიწყეთ, თუმცა ეხლა ბაზარზე ყველა კომერციული ბანკის ვალდებულებაა ტრადიციულ რისკებთან ერთად ამონიტორინგოს ESG რისკების დაკრედიტების პროცესში. მდგრადობა ჩვენი ბიზნეს სტრატეგიაში ინტეგრირებულია და მდგრადი სტრატეგია ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის ნაწილია, რომელიც არის 4 წლიანი. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის როგორც ჩვენი კომპანიის, ისე ჩვენი კლიენტების მდგრადობა. აქტიურად ვაფინანსებთ ჩვენს კლიენტებს მწვანე სესხებით. მოგეხსენებათ 2 წელია უპირობო ლიდერები ვართ მწვანე პორტფელის ზომაში. 2024 წლის ბოლოს ჩვენი მწვანე პორტფელი $1.24 მილიარდ შეადგენდა. მხოლოდ ადგილობრივი რეგულაციის დეფინიციის შესაბამისად, თორე ისე გაცილებით მეტი იყო, ხოლო მდგრადი პორტფელი $1.950, რომელიც ჩვენი ბაზრისთვის ნამდვილად ძალიან კარგი შედეგი არის და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი მწვანე პორტფელი წლიდან წლამდე იზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომხმარებლები ხდებიან უფრო მწვანეები, ინვესტიციას აკეთებენ კლიმატგონივრული ენერგოეფექტური მდგრადი ტექნოლოგიების მიმართულებით და ჩვენც ყოველთვის ვცდილობთ, რომ მათთან კომუნიკაციის დროს ხაზი გავუსვათ თუ რა უპირატესობებთან არის დაკავშირებული მდგრადი ინვესტიცია, რომ ეს არ არის მხოლოდ პასუხისმგებლიანი ინვესტიცია, არამედ ეს პირდაპირ უკავშირდება ფინანსურ დანაზოგებს გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს კალკულაცია ჩვენს შეგვიძლია ვაჩვენოთ და ყოველთვის ვაჩვენებთ, თავადაც ცხადად ხედავენ უკვე და ძალიან ბევრ კომპანიას დავაფინანსეთ უკვე მაგალითად სოლარ პანელები საკუთარ საწარმოში ან ბიზნესში განსათავსებლად, იმიტომ რომ ცხადი არის აქაც ფინანსური ბენეფიტები და მუდმივად ვქმნით ჩვენს მომხმარებლებზე მორგებულ პროდუქტებს დაინტერესების ზრდა. ნამდვილად შედარებაც კი არ არის რამდენიმე წლის წინ რა იყო ცნობიერება მწვანე დაფინანსების მიმართულებით საქართველოში და რა არის დღეს და ნამდვილად გამოიღო პროაქტიულმა მუშაობამ და ცნობიერების ამაღლებამ შედეგი. ამას აუცილებლად შევეხებით ჩვენ საუბარში ცნობიერების ამაღლებას და ამის მნიშვნელობას ზოგადად. თქვენთან დავრჩები ისევ უშუალოდ საქართველოს ბანკი თვითონაც დიდი გავლენის მქონე არის, გაქვთ ოფისები, ფილიალები, გაქვთ ტრანსპორტი. აი უშუალოდ შიდა ოპერაციებში როგორ ზრუნავთ ბანკის შიდა ოპერაციების დროს, აი კლიმატზე ზემოქმედების შემცირებაზე ან ემისიების თulis მიმართულებით რა ნაბიჯებს დგამთ და ზოგადად რომ გვიამბოთ რა პრაქტიკული ზომები გაქვთ მიღებული ნაბიჯები გადადგმული, რომ უფრო კლიმატმეგობრული იყოს თქვენი შიდა ოპერაციები. დიახ. ნამდვილად მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ სერვის პროვაიდერები, კომერციული ბანკი და ჩვენი გავლენა, ნეგატიური გავლენა გარემოზე
საკმაოდ დაბალია ჩვენს დაფინანსებულ ემისიებთან შედარებით. ყოველთვის ვცდილობთ, რომ წლიდან წლამდე ვზომავთ უფრო სწორად, მრავალი წელია უკვე ჩვენს ემისიებს და ვაკვირდებით როგორც ჯამურად, ისე ერთ თანამშრომელზე დათვლით და ერთ კვადრატულ მეტრზე დათვლით, თუ რამხელა არის ეს ემისიები, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, მხოლოდ ჯამური რიცხვის ყურება არ გამოდის სწორი მაშინ, როდესაც ბანკი მუდმივად ვიზრდებით და ახალი ფილიალები გვემატება. ამ მიმართულებით ჩვენ რეგიონებში აქტიურად ვიყენებთ მზის პანელებს და ჩვენი მოხმარების დაახლოებით 70% რეგიონებში ჩვენი ფილიალების მოხმარების 70% უკვე სრულად არის სოლარ პანელების მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ჩვენ ამ რიცხვს კიდევ გავზრდით და ეს არის პირობა. წლის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ რეგიონებში დაფარვა მზის ენერგიით მომარაგების კიდევ უფრო გავზარდოთ და ასევე აქტიურად ვაპირებთ ვიმუშაოთ თბილისზეც. ამავდროულად, გარდა იმისა, რომ მწვანე ენერგიაზე ვცდილობთ სრულად გადასვლას, ამავდროულად აქტიურად აკეთებთ ჩვენი საოპერაციო მიმართულება ენერგოეფექტურ ღონისძიებებს და მუდმივად არის ეს ჩვენს დღის წესრიგში და მუდმივად ვაკეთებთ ამის კომუნიკაციას როგორც შიგნით ისე გარეთ, რომ ძველი დანადგარების ახალი ენერგოეფექტური დანადგარებით ჩანაცვლება ერთის მხრივ დადებით გავლენას ახდენს გარემოზე და მეორეს მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს საოპერაციო ხარჯებს ორგანიზაციისთვის. შესაბამისად, ეს მესიჯი, როგორც ჩვენი კლიენტებისთვის, ასევე ჩვენთვის, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ვსაუბრობთ მდგრადობაზე, იმიტომ რომ მდგრადობა არ არის არაფერი, თუ არა გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზაციის მდგრადი, უწყვეტი წინსვლა. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ამ საინტერესო ამბებისთვის, რაც მოგვიყევით ახლა, თეთი აუცილებლად ნაკითხოთ ელექტრომობილებზე. თეგედა აქტიურად მუშაობს ელექტრომობილების პოპულარიზაციაზე, ასე დამტენი სადგურების დამონტაჟებას განვითარებაზე, აი ამ მიმართულებაზე რო გვიამბოთ, როგორია ინტერესი, რამდენად მზად არის ინფრასტრუქტურა, ამ მხრივ საქართველოში უფრო გაიზარდოს ელექტრომობილების მოხმარება, აი ეს გვაინტერესებს ძალიან აი ამის შესახებ. სიამოვნებით. ელექტრომობილები არის მოკეთ თემა, რომელზეც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი წილი უჭირავს ესე ვთქვათ მომავლის განვითარების გზაზე და ბევრი დისკუსია იმაზე თუ როგორ შეიძლება რომ სოფლიო გადაერთოს ბენზინის ძრავებიდან ელექტრო ძრავებზე და რა თქმა უნდა ჩვენ თავზეც ავიღეთ რიგი წელი პასუხისმგებლობებისა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას იმ ბრენდებისა რომლებიც ჩვენთან შემოდის და აქ დაახლოებით 12-15 ბრენდზე მაქვს საუბარი მუდმივ რეჟიმში ვახდენთ მათ პოპულარიზაციას და გარდა ამისა ჩვენ ასე ვთქვათ შევეცადეთ რომ გაგვეფართოვებინა დამტენების ქსელიც და მაგალითად მწვანე ბონდები რომელიც ჩვენ EDB-სგან მქონდა რიგი ნაწილი სრულად მოვახმარეთ იმას რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის თბილისშიც და რეგიონებშიც დამტენების ქსელი გაგვეფართოვებინა რადგან გეგმები ძალიან მასშტაბურია როგორც აქვთ ბრენდებს რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით არიან წარმოდგენილები და ყველა ქვეყანა ცდილობს რომ უკვე მოერგოს ამ ახალ ესე ვთქვათ გარემოს რადგან ბევრი ინფრასტრუქტურული ცვლილება ჭირდება იმას რომ სრულად ელექტროზე გადავიდეს მსოფლიოც და მათ შორის საქართველოც და რა თქმა უნდა ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ფლაგმანები იმაშიც რომ დამტენების ქსელიც განვავითაროთ მეტად პოპულარიზება გავუწიოთ ელექტრომანქანებს რადგან ეს პირდაპირ პროპორციულად მოქმედებს იმაზე რომ გარემოს დაცვა ზეზრუნვა ხდება და ასევე აქ უნდა აღვნიშნო ისიც რომ ჩვენ შიდა ქსელში გადაადგილებაში სრულად ელექტრომანქანებს ვიყენებთ და ამითაც ვცდილობთ რომ დავზოგოთ ესე ვთქვათ გარემო. კარგი. აი პირდაპირ მივედით უკვე ცნობიერების ამაღლების თემასთან, უბრალოდ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და ძალიან მოკლედ რომ და ნაწილი უკვე მოვისმინეთ თქვენგან ის მნიშვნელოვანი სამშენებლოს წაკეთებთ ამ მიმართულებით. აი რა ნაბიჯებს დგამთ ცნობიერების ამაღლების კუთხით აი ამ მიმართულებით საქართველოს ბანკში და შემდეგად მოვალ თქვენთან თეთია თეგეტასთან. კი ბატონო, ძალიან მოკლედ ვიტყვი მეც ცნობიერების
განმარტებიერების ამაღლებას პრინციპში ვუყურებთ ორი მიმართულებით, ორგანიზაციის შიგნით და ორგანიზაციის გარეთ. ორგანიზაციის გარეთ გარდა იმისა, რომ გვაქვს სხვადასხვა სახის შეხვედრები და კონფერენციები, ასევე გვაქვს ბიზნეს კურს G, რომელიც არის ხელმისაწვდომი აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის და სადაც განთავსებული არის ვიდეო ლექციები სხვადასხვა თემატიკაზე, მათ შორის გარემოს დაცვის თემატიკაზე და ამას ამ ბიზნეს კურსის კიდევ ვამატებთ ახლა ძალიან რელევანტურ და მნიშვნელოვან ტრენინგებს. ხოლო რაც შეეხება ორგანიზაციის შიგნით, ჩვენ გვაქვს learning-ის პლატფორმა, სადაც არაერთი კურსი გვაქვს განთავსებული, როგორც ჩვენი ბანკირებისთვის, ისე რისკის ოფიცრებისთვის და ნებისმიერი სხვა თანამშრომლისთვის და ეს კურსები ნაწილი მათგანისთვის, ვისთვისაც რელევანტური არის სავალდებულოდ ზოგ შემთხვევაში, ისე კი ხელმისაწვდომი ჩვენი თანამშრომლებისთვის და მოგიხსენებათ 8000-ზე მეტი თანამშრომელია საქართველოს ბანკში, ამიტომ ვცდილობთ, რომ დიდი გავლენა გქონდეს ამაზე. დიდი მადლობა ანა, თეთია თქვენ. თეკეტეს რაც შეეხება, ჩვენ ფიქრობთ და გვჯერა, რომ ცვლილებები იწყება შიგნიდან. სწორედ ამიტომ თანამშრომლებისთვის გვაქვს არაერთი აქტივობა გარემოს დაცვის მიმართულებით, მაგალითად დედამიწის დღეს უკვე მესამე წელია აქტიურად ვერთვებით და კომპანიაშიც ის 1 საათი ზოგავთ ელექტროენერგიას და მათ შორის სახლებშიც და ამით ვახალისებთ ხოლმე ჩვენს თანამშრომლებს, მაგალითად ჩვენს ოფისებში ვაგროვებთ მაკულატურას, გვაქვს მწვანე ყუთები, აქაც სამოტივაციო აქციები გვაქვს ხოლმე ჩვენი თანამშრომლებისთვის და ბევრი მიმართულებით უკვე მათგანაც მოდის ხოლმე ინიციატივები, რომ აი ამ პროექტშიც ხო არ ჩავერთოთ და ხო არ ვიყოთ მეტად გარემოზე ორიენტირებულები და გარეთ რაც შეეხება გარე კომუნიკაციას, თითქმის ჩვენი ყველა მარკეტინგული აქტივობა მორგებულია იმას, რომ გარემოს დაცვაზე მეტად ვიფიქროთ, მეტად ვიზრუნოთ, მეტად უსაფრთხოები ვიყოთ, მდგრადები ვიყოთ და ზოგადად ბიზნეს საქმიანობაშიც აქტიურად ვნერგავთ პროცესებს იმისათვის, რომ ჩვენც და ჩვენ გარშემო მყოფი კომპანიებიც ჩართული იყვნენ მოკლედ ამ პროცესში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი მადლობა საქმიანობისთვის, რომელსაც ახორციელებთ თქვენს კომპანიებში და ჩვენთან სტუმრობისთვის და ამ საინტერესო საკითხებზე საუბრებისთვის. დიდი მადლობა. დღეს გემშვიდობებით ჩვენს რუბრიკაში, დაბრუნდებით მომავალ კვირას საინტერესო სტუმრებთან ერთად.